თაკო 24 წლის ჟურნალისტია. გადაცემის პირველ ნაწილში მან საკუთარი სიყვარულის ისტორია გიამბოთ. ის ქორწილისთვის ემზადება და ვნახოთ როგორი იქნება მისთვის ყველაზე დაუვიწყარი დღე. იწყებს თაკოს მზადებას ქორწილისთვის. ჩვენი დანიშნულების ადგილი კლინიკა მედია. თაკო ხო მზად ხარ? მზად ვარ ნამდვილად. ძალიან მაგარ პროცედურებს ჩაგიტარებენ აქ დარწმუნებული ვარ. მოდი გველოდებიან ექიმები და ავიდეთ, ხო? ავიდეთ. ერთი სული მაქვს. გამარჯობათ ქალბატონო მაკა. მოგიყვანეთ ჩემი მთავარი გმირი თაკო, რომელიც ემზადება ქორწილისთვის და თქვენი დახმარება გვჭირდება აუცილებლად. ამ შემთხვევაში ჩაუტარებთ ჩვენ თაკოს თერმოლიფტინგის პროცედურას. ეს უფრო სწორი იქნებოდა, რადგან ეს არის ყველაზე ატრավმული მეთოდით ლიფტინგის ეფექტის მიღება. დემაკიაჟის შემდეგ აუცილებლად პაციენტს უსმევთ გამტარმა ლამოს და შემდეგ ვიწყებთ უკვე პროცედურას. ამ დროს რადიოსიხშირის ტალღების ზემოქმედებით ხდება კანქვეშა შრეებში გარკვეული ტემპერატურული ზემოქმედება, რომელიც იწვევს ძალიან ძლიერ სტიმულაციას კოლაგენის ბოჭკების. ტექსტურა იცვლება კანის, ხდება ძლიერი ლიფტინგი, დავასრულეთ თერმოლიფტინგის პროცედურა. ახლა გადავდივართ მეორე ეტაპზე. თერმონიღაბს ვადებთ, რომელიც ეფექტს უფრო თვალსაჩინოს გაგვიხდის. დასრულდა ჩვენი პროცედურა და დარწმუნებული ვარ ჩვენი პაციენტი ძალიან კმაყოფილი. ძალიან კმაყოფილი და მართლა არ ვიცი შეიძლება რაც ეს დაუჯერებლად ეჩვენებოდეს, მაგრამ მართლა ვგრძნობ უკვე რა ცოტა დასვენებული სახე მაქვს. როგორც ყველა გოგოსთვის, თაკოსთვისაც საქორწინო კაბის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. თაკოს საოცნებო კაბას კი დიზაინერი ირაკლი რუსაძე უკერავს. ირაკლი, ქორწილის კაბის შეკრებაში ძალიან მნიშვნელობა ქსოვილს, ხო? კი, აუცილებლად ქსოვილი უნდა შეესაბამებოდეს მოდელს, რომ ერთიანობაში მიიღოთ ის შედეგი, რაც თაკოს უნდა. ქვემოდან აუცილებლად ჭირდება ცოტა მყარი, ოდნავ სქელი ფაქტურა. აი შეიძლება ეს ხო აქეთ გქონდა. შეიძლება ეს და შეგვიძლია ფერიც უკვე დავინახოთ როგორ დაწყება. მე ძალიან მომწონს და მე მგონი აი უხდება კიდეც ერთმანეთს არა? და ერთიანობის ძალიან ლამაზი გამოვა. კი, ეფექტური იქნება და მოდელსაც შეესაბამება. კი. თაკოს და ზვიადის ჯვრისწერამდე სულ რაღაც 3 საათი რჩება. ჩვენ კი მანამდე salon for you-ში მივდივართ ვარცხნილობის და მაკიაჟის გასაკეთებლად. მანამ დავიწყებ ვარცხნილობის გაკეთებას, რა თქმა უნდა, დავუმუშავოთ, მივცეთ რაიმე ტექსტურა. და შევთანხმდებით მგონი საბოლოო ვარცხნილობაზე, მოდით ავიწყოთ თმის დამუშავება. მგონი ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესი. კი, ეს ძალიან სასიამოვნო პროცესი იქნება თაკო და ცოტა მღელვარებას გადაგივლის მე ვფიქრობ. კი. თაკო შეიძლება ვერ ხედავ ხა უკან ვერაფერს, მაგრამ ისეთი ბუნებრივი და ისეთი ლამაზი ვარცხნილობა გამოვა დარწმუნებული ვარ რომ გავაცდები და ძალიან ბედნიერი იქნები, რაც ყველაზე მთავარია. დასრულდა ჩვენი ვარცხნილობა. თაკო როგორ მოგწონს? ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ზუსტად ის არის რაც მინდოდა. ძალიან ბუნებრივი და ძალიან მარტივად გაგიკეთა წამა. ზუსტად მიხვდა რაც გინდოდა და დარწმუნებული ვარ რომ ბედნიერი ხარ შენამით. ძალიან დიდი მადლობა. წავედით ხა მაკიაჟზე. გაიხარეთ. კარგად იყავით. თაკო წავედით ჩქარე და დაგვაგვია და მივდივართ ახლა ჩვენ ჯვრის წერაზე. თაკო ძალიან ამაღელვებელი მომენტი იქნება შენ ცხოვრებაში დარწმუნებული ვარ. ულამაზესი ხარ უკვე და თეთრ კაბას რო ჩაიცმევ დარწმუნებული ვარ როგორი პრინცესა იქნები წარმომიდგენი. მოდი წავიდეთ რო არ დავკარგოთ ხარცერი დაგვაგვია და გველოდები. წავედით. ჯვარი ლურჯ მონასტერში დაიწერა. ახლა კი ჩვენ თაწმინდის პარკში გადმოვინაცვლეთ, სადაც ძალიან ლამაზი ფოტოსესია მიმდინარეობს. მოუხდა
კი ხდება ძალიან ბავთა, რომელიც საკომ გაგიკეთა. რა სიტყვი დღევანდელ დღეზე მიდის ისე როგორც თქვენ გინდა? კი, ყველაფერი გეგმის მიხედვით. დღეს თაკო ნამდვილი პატარძალია. თიკო არჯევაძე რომელიც არის მეჯვარე, აი ესეთი მეჯვარე უნდა ნამდვილად, რომელსაც ვალატობთ ქორწილშიც და მეჯვარეობის დროსაც კი და ეს. და თიკო ეხმარება მახო ყიფშიძეს და უჭირავს ხელში ამრეკლი, რომელიცაც ძალიან მაგარი ფოტოები უნდა გადაუღოს თაკოს. ჩვენ რესტორან ამბასადორში გადმოვინაცვლეთ. აქ ხდება მთავარი მოქმედება. მეჯვარეები თიკო და ქეთი თაკოს უმზადებენ სიურპრიზს. ეს არის 52 ბარათი. კონცეფცია არის ესეთი, რომ 1 წლის განმავლობაში ყოველ კვირას უწერ თავის სურვილებს ბარათზე უკან და უგზავნის. ამითი ახსენებს ქორწინებიდან რაღაც 1 კვირას, 2 კვირას, 3 კვირას და 4 კვირას და ეს გრძელდება 1 წლის განმავლობაში. თაკოც შემოდის უკვე ზვიათთან ერთად. თაკო, ეს არის შენი სიურპრიზი, რომელიც გოგონებმა მოგიწყოს 52 ბარათი. ვაი, მე ძალიან მაგარი, არ ველოდი, არ ვიცი. თანახმა ვარ და აი ვადასტურებ წერილობრივად. თაკო, თანახმა ზვიათთან. დია. თაკო, დაშტურე შენი თანხმობა. მნიშვნელოვანი მომენტი დგება თაკოს და ზვიადის ქორწილში. თაკო ისმის თაიგულს და ნახოთ ვინ იქნება ამჯერად შემდეგი პატარძალი. 1, 2, 3. მამაკაცი! მამაკაცია თაკო, ვინ არის? ზვიადის მეჯვარე. უსურვებ ბედნიერებას და ძალიან გიყვარს.